Mhm. გამარჯობა, მოგესალმებით. მოკლედ ესე იგი, იმედია, მაყურებლები უკვე არიან, იმიტომ რომ მე აქედან ვერ ხედავ, დამსწრეები გვყავს თუ არა. შესაბამისად, მოგესალმებით პირველ რიგში. მე ვარ თამთა კალანდაძე, კომპანია კლიპარტის კომერციული დირექტორი. კლიპარტი ეს არის ციფრული და მედია კომუნიკაციების სააგენტო და პირველი სანამ პრეზენტაციას დავიწყებთ, რაც მინდა რომ გითხრათ, არის ის, რომ მინდა გითხრათ მადლობა, რომ გადაწყვეტეთ ჩემთან ერთად იყოთ აი ამ პერიოდის განმავლობაში და დამეთმეთ პრაქტიკულად თქვენი დრო. მოკლედ, ესე იგი, დღევანდელი პრეზენტაციის, ასე ვთქვათ, თემა გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად არ ვიცოდი, ვინ იქნებოდა, მსმენელი აუდიტორია, რა კატეგორიის ადამიანები და ასე შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ყოფილიყო ცოტა უფრო მეტად მსუბუქი და ასე ვთქვათ, დიდ სიღრმეებს არ შევეხები. მით უმეტეს, ჯერ საკმაოდ, ასე ვთქვათ, მგონია, რომ არც თუ ისე დიდი გამოცდილება მაქვს, რომ რაღაც ასე ვთქვათ, მზა ღრმა თეორიებსა და ასე ვთქვათ, პრინციპებზე გასაუბროთ. ასევე ვეცადე, რომ პრეზენტაცია ყოფილიყო ცოტა იუმორნარები და გადავწყვიტე, რომ მოკლედ საიდანაც ვარ, იმ კუთხის, ასე ვთქვათ, სიტყვები და ფრაზები გამოვიყენო პრეზენტაციის პერიოდში. შესაბამისად, პრეზენტაციას დავარქვი AI to EI და მთელი პროცესი, რასაც შევეხები ამ პრეზენტაციის განმავლობაში, იქნება მოკლედ საყვარელი პროფესიისა და შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, პოვნის პროცესი. ამ პროცესის განმავლობაში შევეხები რაღაცა 10 მთავარ ემოციურ, ასე ვთქვათ, კვანტს თუ პუნქტს და ამ ყველაფრის შესახებ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. იმ გამოცდილებას, რაც ამ პერიოდის განმავლობაში ისე თუ ასე დავაგროვებ. მოკლედ, ჩემს ამ ლაივს აქვს სამი ძალიან მარტივი პრინციპი. პირველი, ის თუ რაღაცას ვერ წაიღებთ, რაც შეიძლება შემდეგ გამოიყენოთ, მინიმუმ მინდა რომ კარგი განწყობა წაიღოთ ამ კონკრეტული ლაივიდან. მეორე თემა იქნება ის, რომ ყველაფერს გაგიზიარებთ მხოლოდ ჩემი გამოცდილებით და რასაც ვიტყვი, ეს არ არის რაღაცა აქსიომა ან ძალიან ისეთი ღრმა სიმართლეები და შესაბამისად შეგიძლიათ რომ საერთოდაც არ დამიჯეროთ ან არ მოგეწონოთ ჩემი მოსაზრებები, რა თქმა უნდა. და მესამე ნაწილი, რაც არის ის, რომ გეტყვით რატომ ვილაპარაკეთ ყვილად. აი პრეზენტაციის ბოლოს გავცემ პასუხს იმაზე, თუ რატო ვიბჟუტურე ამდენი ხანი გურულად, რომ გითხრათ ესეც. კარგით. მოკლედ გადავიდეთ პრეზენტაციის, ასე ვთქვათ, პირველ საკითხზე და ეს პირველი ბლოკი დავასათაურე ესე აანცება ხელების დაკოტავება. მოკლედ, გურიაში რეალურად ამას ვეძახით ხოლმე ადამიანების ისეთ მდგომარეობას, რომლებიც განსაკუთრებით მოტივირებულები და აჟიტირებულები არიან რაღაცა კონკრეტული იდეის ან სურვილის მიმართ. შესაბამისად, მათ სურთ, რომ აი აქ ლაივში შეიძლება კარგად არ ჩანდეს, მაგრამ სოფლის მაშენებლებიდან მთავარი პერსონაჟი მამალი არის, მოკლედ სურათზე წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს არის ის პროცესი, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ სოფლის შენებას არაფერი არ უნდა, ასევე ფიქრობს იმასაც, რომ მთების გადადგმა შეუძლია და განსაკუთრებით რთული ხდება ეს პროცესი მაშინ, როდესაც ყავს ისეთი მაყურებლები, როგორებიც არიან ოლღაბებიას მსგავსი მაყურებლები, რომლებიც ჩვენს გაცილებით, დიდ და მაღალ მოლოდინებს ქმნიან და შესაბამისად, მოკლედ ჩვენც ისე თუ ასე ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. რაც ამ პროცესის მიმართ მინდა გითხრათ, არის ის, რომ მოტივაციის პროცესი და მაშინ, როდესაც ჩვენ თავს ვგრძნობთ მოტივირებულებად, ვფიქრობ, რომ არის ძალიან დასაფასებელი. ძირითადად ის ემოციები, რომლებსაც ჩვენ ამ პერიოდში განვიცდით, არის ძალიან მარტივად, მოკლედ ძალიან მარტივად გვავიწყდება და ასევე ვერასოდეს ვერ ვგრძნობთ, როდის მოდის ეს ემოციები და როდის მიდის.
მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ აჟიტირებისა და მოტივაციის პროცესი, ანუ მოტივირებული როცა ხართ აი ეს პროცესი, როცა თქვენი ტვინი ძალიან ბევრ რაღაცას ლინკავს ერთმანეთთან და პატარ-პატარა ფეიერვერკები იქნება ხოლმე გონებაში, აი ეს პროცესი შეიყვაროთ და ძალიან დააფასოთ. რატომ ფიქრობ ახლა ესე და რატომ გონია რომ ეს არის სწორი? იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ხართ აჟიტირებული და ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობთ და ეს პროცესი ძალიან გსიამოვნებთ, რეალურად თქვენს გონებაში იძერწება ოცნებები, ანუ იბადებიან თქვენი ოცნებები. შესაბამისად ეს ძალიან კარგია და ოცნებები აუცილებლად უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გარდაიქმნას უკვე რაღაცა თანმიმდევრულ მიზნებში ითარგმნოს და გაჩნდეს მოკლევადიანი, გრძელვადიანი და კიდევ უფრო გრძელვადიანი მიზნები იმისთვის, რომ რასაც გადაწყვეტთ, რომ არის თქვენი ოცნება, აი იმ ყველაფრისკენ ნელ-ნელა მიზნების შესრულებით იაროთ. მოკლედ პირველი სლაიდზე და ანცებაზე და მოტივირებაზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით უფრო მეტად შეგიძლიათ დააფასოთ ხოლმე ეს პროცესი, ვიდრე ამას რეალურად ვაკეთებთ, იმიტომ რომ მოდის და მიდის ძალიან ისეთი რა ქვია მოკლეხნიანი პროცესია და იცოდეთ რომ შეიყვაროთ ამ პერიოდში საკუთარი გონება და პატივისცეთ მას, იმიტომ რომ უფრო მეტად გაიშლება და გაცილებით უფრო მასშტაბურად იფიქრებს, ვიდრე დაუშვათ სხვა მდგომარეობაში. ეხლა გადავალ მეორე სლაიდზე. რა ცუდია რომ არ ვიცი როგორი რეაქციით მიუყურებს აუდიტორია. მოკლედ მეორე სლაიდს ქვია რაცხა. რაცხა ეს არის გურიაში მოკლედ ამ სიტყვას ვიყენებთ ხოლმე მაშინ, როდესაც გაურკვეველი ვართ ძირითადად და რაღაც გვინდა, მაგრამ არ ვიცით ზუსტად რა გვინდა. მოკლედ ამას ვეძახით ხოლმე რაცხას და მე გირჩევთ, რომ რაცხას აუცილებლად დაარქვათ სახელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაღაცეების კეთების სურვილი ყოველთვის, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, მგონია რომ ხელს შეგიშლით იმაში, რომ აკეთოს მნიშვნელოვანი რაღაცეები. სლაიდის ვიზუალზეც ამიტომაც გამოვიტანე ნობელისა და შნობელის პრემიები და ეხლა ეს ცოტაოდენი განმარტება რომ მოვაყოლო, ეს რას ნიშნავს? მოკლედ, ნობელის პრემიის შესახებ ალბათ ყველა მიცით და რა დარგებში გადაეცემა ადამიანებს და რა მიღწევებისთვის, მაგრამ ასევე არის შნობელის პრემია, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით არის ამ პრემიის დაცინვა და თუ ნობელის პრემია დიდი მიღწევებისთვის გადაეცემა ხოლმე ადამიანებს, შნობელის პრემია საკმაოდ ასე ვთქვათ, უაზრო და სულელური მიღწევებისთვის გადაეცემა ადამიანებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი დრო დაჰყვეს იმისთვის, რომ ეს კონკრეტული შედეგები დაედოთ. აქედან გამომდინარე, რაცხასთან დაკავშირებით მე გირჩევთ, რომ აუცილებლად განსაზღვროთ და დაუსვათ საკუთარ თავს კითხვები თუ რას ნიშნავს თქვენთვის ეს რაცხა და ამ რაცხადან გამოყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები. ანუ მიანიჭოთ განსახორციელებელ, ასე ვთქვათ, აქტივობებს, მნიშვნელობა, დაარქვათ სახელები და ისე წახვიდეთ წინ. თუმცა ასევე გირჩევთ, რომ აუცილებლად გადახედოთ შნობელის პრემიის ლაურეატებს, იმიტომ რომ თუ არ აღფრთოვანდებით დიადი მიღწევებით, მინიმუმ ძალიან კარგ დროს გაატარებთ და საკმაოდ გაერთობით ამ პრემიის ლაურეატების ჩამონათვალით და განსაკუთრებით იმით, თუ რაში აიღეს ადამიანებმა შნობელის პრემია. მოკლედ, რაცხას ნაწილში ეს მინდა რომ გითხრათ, მე ძალიან ღრმად სპეციალურად არ ვეხები რაღაც კონკრეტულ საკითხებს, იმიტომ რომ მინდა რომ სუბუქად გადავიაროთ ეს თემები და თუ დაუშვათ კითხვები ან რაღაც იქნება, არ ვიცი შესაძლებელი თუ არის თუ არა, დასვით და შემდეგ უკვე შემიძლია რომ მოგიპასუხოთ. შემდეგ სლაიდზე, რაზეც მინდა რომ გესაუბროთ, ეს არის უკვე
რეიზა გურულად, ანუ ამ შემთხვევაში უკვე უფრო გასაგებიანით რო ვთქვათ, ეს არის რატო. მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად ეს კითხვა ყველაზე რთული იყო იმ კონკრეტული საყვარელი საქმისა და საქმის ძიების პროცესში, იმიტომ რომ ძალიან რთული კითხვა განსაზღვრა, რატომ გინდა რაღაც და დაარქვა, ასე ვთქვათ, შენს ოცნებას სახელი. ჩვენი ოცნებების სახელი ძირითადად ყოველთვის მარტივია და რამოდენიმე სიტყვით გამოიხატება ხოლმე, არასოდეს ის არ არის რთული და რთული წინადადებისაგან არ შედგება და ამის მარტივ მაგალითად, მოკლედ ვიზუალზე რასაც ხედავთ, ეს არის შერეკლების მაგალითი. მე მგონი ყველასათვის ძალიან საყვარელი ფილმია, ჩემთვისაც ძალიან საყვარელი ფილმია და მოკლედ ერთ-ერთ სპოტლაიტზე ნინცა ნანიტაშვილი, არ ვიცი იცით თუ არა ეს გოგონა, მოკლედ ძალიან კარგი გოგონაა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს. და მოკლედ მან ახსენა ეს შერეკლების მაგალითი ესეთ ასპექტში, რომ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე იყო საუბარი და მან თქვა, რომ ის ოცნება, ბიძია ბაბუას ოცნება რა იყო, რომ თამუნიასთან ერთად ჩიტაბევით რაღაც ყოფილიყვნენ ერთად და თამუნიასთან ერთად ფრენა შეეძლო, ხო? შესაძლებოდა. შესაბამისად, იგივენაირად იყო აქეთაც უკვე, მოკლედ, მთავარი ოცნება იყო სიყვარული ტკბობა და ზუსტად ამ ძალიან მარტივმა, ასე ვთქვათ, ოცნებამ შერეკლებს გააკეთებინათ ის, რაც რეალურად მათ გააკეთეს. აქედან გამომდინარე, მოკლედ, დაარქვით თქვენს ოცნებებს სახელები და დაუსვით საკუთარ თავს ესეც ძალიან რთული კითხვა, რომელსაც გვია რატომ და გაარკვიეთ რეალურად რისთვის გჭირდებათ ეს და რატომ. იმიტომ რომ შემდეგ ეს თქვენივე პასუხები ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ ოცნებამდე მისასვლელი გზის პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცები გააკეთოთ, რომელიც არ მხოლოდ თქვენ, არამედ იგივე მიზნების მქონე სხვა ადამიანებსაც შეიძლება გამოადგეთ. მოკლედ, კარგით. ეხლა გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. მოკლედ, შემდეგი სლაიდი არის მაკვარანცხობა. სლაიდზე მოცემული ვიზუალების და პერსონების ვიზუალები, მე მგონი თქვენთვის ასევე ძალიან, ასე ვთქვათ, ნაცნობია. შესაბამისად, მოკლედ ალბათ იცით, რომ ესენი არიან მე-20 და 21 საუკუნეში ცნობილი ბიზნესმენები და ანტრეპრენერები. მოკლედ ეს ადამიანები, მარკ ზუკერბერგიდან დაწყებული სტივ ჯობსი, რა ვიცი, ნიკოლას ტესლაც რო გურიაში მის დროზე მომხდრილიყო, აუცილებლად იტყოდნენ, რომ საკმაოდ მაკვარანცხი ადამიანია. რატომ იტყოდნენ ახლა ამ ყველაფერს? მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ წარმატების ფორმულა დღემდე არავის არ დაუწერია და ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ფარდობითი მცნებაა და ვისთვის რა არის წარმატება, ამის გარკვევას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება ჯერ და საბუნებისმეტყველო საგანი არ არის, რომ რაღაც კონკრეტული ფორმულა არსებობდეს. მაკვარანცხა ადამიანს, გურიაში ვეძახით ადამიანს, რომელიც ძალიან ბევრი უნარჩვევით, მოხერხებულობით, გონების სისხლით არის დაჯილდოებული და სხვებზე უფრო კარგად, უფრო მოკლე დროში და გაცილებით უფრო კარგი ხარისხით შეუძლია, რომ მიიღოს ის კონკრეტული შედეგები, რა სურვილებიც მას ამოძრავებს. ანუ ძალიან მალე სხვებთან შედარებით მიაღწევს შედეგს. შესაბამისად, მაკვარანცხობის ნაწილშიც, მოკლედ, აი ეს ყველა ადამიანი, რომლის ვიზუალსაც თქვენ ახლა სლაიდზე ხედავთ, გურიაში იქნებოდნენ მაკვარანცხები და საკმაოდ დააფასებდნენ გურულები. რეალურად რო გითხრათ ან რამე გირჩიოთ, მოკლედ რეკომენდაციის კუთხით, ანუ როგორ შეიძლება იყოს მაკვარანცხი ადამიანი, ხო, ამას ვერავინ ვერ გეტყვით ალბათ, არა მხოლოდ მე, არამედ ძალიან გამოცდილი ადამიანები, იმიტომ რომ კონკრეტულ სიტუაციებში და კონკრეტულ მოცემულობებში თქვენ განსხვავებული სახის უნარჩვევები გჭირდებათ და ჭირდებათ ასევე გამბედაობა და ძალიან ბევრი რაღაცა, რაც საბოლოო ჯამში
შეიძლება რაც საბოლოო ჯამში დაგარქვათ თქვენი სახელს, რასაც ქვია ანტრეპრენერი, ან სტარტაპერი, ან წარმატებული ადამიანი. მოკლედ ამ კითხვაზე მე მგონი ცოტა უფრო მომდევნო სლაიდში გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ ამის ესეთი მზა ფორმულა, წარმატების მზა ფორმულა ჯერ არ არსებობს, მაგრამ თუ ვინმე მიცით, პირიქით იმედია აქეთ გამიზიარებთ. ხო, შემდეგ არის ბარიღა. ესე იგი, ეს ალბათ ხვდებით რას ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხოლმე ჩვეულებრივად გურის აქეთ მცხოვრები ადამიანები. ეს არის სიტყვა, როდესაც რაღაცა ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ და ბევრ რაღაცის გაკეთება გვინდა. იმისთვის რომ წარმატებას მივაღწიოთ და ვფიქრობთ, რომ თუ ამას ვაკეთებთ, მოდი ამასაც გავაკეთებთ. ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა გაგიზიაროთ, რომ ესე არ მოიქცეთ და ეცადეთ, რომ ძალიან ცოტა და ნაკლები ბარიღა მოგქონდეთ თქვენ მიზნისკენ სწრაფვის პროცესში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მიიღებთ ისეთ პროცესს, როგორც არის, ასე ვთქვათ, სურათზე გამოსახული, გექნებათ ძალიან ბევრი ტასკი, იქნებით ნაკლებად ხარისხიანი კონკრეტული საქმეების შესრულების პროცესში, დაიღლებით, ენერგია აღარ გეყოფათ, არ მინდა რომ დემოტივირება გაგიკეთოთ, მაგრამ ძირითადად ძალიან ბევრი რაღაცის კეთების სურვილს მიუყავართ ხოლმე ადამიანები აი ესეთ მოცემულობამდე. შესაბამისად, ხანდახან ზემოტივირებულობაც არ არის ძალიან სასიკეთო და უნდა განსაზღვრო, რამდენად მოტივირებული უნდა იყო, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი და ამ ზღვარზე გადაბიჯება რეალურად იწვევს საბოლოო ჯამში, მოკლედ, საკმაოდ ბევრ ცუდ მდგომარეობას.
ხო, მე მგონი ისევ ჩავერთე, მეგობრები ბოდიშით ტექნიკური ხარვაზე იყო. ისე თქვენთან ერთად ვარ. მოკლედ, რაზეც ვლაპარაკობდით, ამ არის ეგეთი, რომ მოტივირებულ ადამიანებს ზოგადად გვაქვს ეგეთი ჩვევა, რომ ძალიან ბევრ მოტივაციის გამო, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობის აღება გვიყვარს ხოლმე საკუთარ თავზე. შესაბამისად, ანუ ჩემი რეკომენდაცია იქნება და რჩევაც, რომ ძალიან ბევრ tasks, ძალიან ბევრი მიმართულების და თემატიკის tasks არ მოვკიდოთ ერთად ხელი, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ეს საკმაოდ რთულ პროცესებს მოგიტანთ და შეიძლება პირიქით უკან დაგხიოთ დროის ჭრილში და ნაკლებად, ასე ვთქვათ, მალე და ნაკლებად ხარისხიანად მიაღწიოთ იმ შედეგებს, რაც რეალურად გინდათ რომ გქონდეთ. აქედან გამომდინარე, მოკლედ, ნაკლები ბარიღა მქონდეთ და ყოველთვის განსაზღვრეთ თქვენი ოცნებების და მიზნების შესაბამისად, მოკლედ, რა იქნება უფრო პრიორიტეტული ტასკი, დაახარისხოთ ეს ყველაფერი და მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმეთ თქვენი დრო. შემდეგი, მოკლედ, ეს ძალიან საყვარელი გამოთქმა გვაქვს ჩვენ გურიაში. მოკლედ, ამას ვამბობთ ხოლმე მაშინ, როდესაც რაც ხა ისე არ მიდის, რასაც ჩვენ გვინდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მარცხი ელანძია, ანუ მაშინ, როდესაც ადამიანებს შეცდომები მოგდის და იმაში დამეთანხმებით ალბათ, რომ შეცდომები და მარცხი ყოველთვის მოულოდნელია და მიუხედავად იმისა, რომ რამდენად კარგად შეიძლება დავგეგმოთ, ან გავაკეთოთ კონკრეტული მიმართულების საკითხები, გავითვალისწინოთ რისკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაინც შეიძლება მოგვივიდა შეცდომები და ვაღიაროთ, რომ რაღაც ნაკლებად კარგად გამოგვივიდა, ან რაღაც კონკრეტულ მდგომარეობებში დავმარცხდით. მოკლედ, შესაბამისად, მე მინდა გითხრათ, რომ მარცხი არც თუ ისე ცუდი რამეა, რასაც ალბათ ძალიან ბევრ სამოტივაციო სპიჩში თქვენ თვითონაც ნახავდით. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ თავარი არის თუ რას ვისწავლით ამ კონკრეტული დამარცხებებიდან, აი ამ ძალიან ბევრი დამარცხებიდან რას ვისწავლით, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ასევე მინდა გითხრათ, რომ მოკლედ თავის გამხნევებას როგორ ვახერხებ ხოლმე პირადად მე. ვინც არაფერს არ აკეთებს, ზოგადად არც არაფერი არ ეშლება. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ну, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული შეცდომა რა შედეგებს მოგიტანთ, მაგრამ თუ რაღაცის მიღწევა გინდათ და ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებთ, შესაბამისად, შეცდომებიც აუცილებლად იქნება და როგორც ეს ერთ-ერთი ჩვენი ძალიან ცნობილი ბანკის, ასე ვთქვათ, სარეკლამო კომერციული, ანუ სარეკლამო კამპანიები გვეუბნება შეცდომები მოსულა და როგორც მეორე ბანკი გვეუბნება შეცდომები მოსულა, მაგრამ არ გაჩერდა. შესაბამისად, მოკლედ, შეცდომები ნამდვილად მოსულა, ყოველთვის ყველაფერს ვერანაირად ვერ გათვლით, იმიტომ რომ აი ვიზუალზე თქვენ ხედავთ, მოკლედ, ლუდვიგ ფიუნესი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი, იმიტომ რომ მის, ასე ვთქვათ, კომედიებში ძალიან ბევრი მარცხებია და შეიძლება ძალიან კარგ განწყობაზე მყოფი ლუი უთებ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ასევე, მოკლედ, რაღაცა კონკრეტული შესაძლებლობა შეიძლება თქვენთვის ისეთივე კარგად გამოიყურებოდეთ, როგორც აი ეს წითელი ვაშლი, რომელიც საბოლოო ჯამში შხამიანი აღმოჩნდა, მაგრამ ამას წინასწარ სამწუხაროდ ადამიანები ვართ და 100%-იანი სიზუსტით ვერასოდეს ვერ გავთვლით. აქედან გამომდინარე, მარცხი ყოველთვის ელანძია, ნუ შეგეშინდებათ მარცხის, ეს არ არის ცუდი მდგომარეობა, პირიქით შეიძლება საუკეთესო მასწავლებელი აღმოჩნდეს ჩვენთვის. შესაბამისად, გახსოვდეთ, რომ ნუ შეცდომები მოსულა მაინც და არასოდეს არ გაჩერდეთ და უფრო ბევრი შეცდომა დაუშვით იმისთვის, რომ გაცილებით უფრო მეტი ისწავლოთ.
შემდეგი სლაიდი, რაც გვაქვს, ეს არის მოკვარახჭინება. გურიაში ჩვენ ამ სიტყვას, ასე ვთქვათ, გამოვიყენებთ ხოლმე ბუდში. ამ სიტყვას გამოვიყენებთ ხოლმე მაშინ, როდესაც ესე იგი საუბრობთ იმ ადამიანზე, რომელსაც ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება და მოგვარება ერთობლივად შეუძლია. მოკლედ ვიზუალზე მთლიანი ეკრანით არ გამოიტანა, მაგრამ ვიზუალში მაქვს გამოტანილი ნაცარქექიას და ნუფნუფის ვიზუალები. მოკლედ ეს პერსონაჟები მე ზღაპრებიდან ძალიან მიყვარს, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთმა არ იცოდა კონკრეტულ სიტუაციაში ვის რა კონკრეტული უნარები და შესაძლებლობები ჰქონდა. მოკვარახჭინების პროცესი, ანუ რაღაცის მოგვარების პროცესი საინტერესო რეალურად ზუსტად ამ მიმართულების გამო არის, იმიტომ რომ როცა რაღაცა გვაქვს მოსაგვარებელი, აუცილებლად გვაიძულებს ეს პროცესი, რომ რაღაცა ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში. რაც ნიშნავს რას? იმას, რომ სამი გოჭიდან ერთ-ერთს მაგალითად საერთოდ არ ეგონა, რომ ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას მიიღებ და იმიტომ რომ დანარჩენმა ორმა არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილება მიიღო და ალბათ დამთახვებით იმაში, რომ არც ნაცარქექიას ეგონა, რომ ესეთი მოხერხებული ადამიანი იყო. შესაბამისად, მოკლედ მოკვარახჭინების, ანუ საქმეების მოგვარების პროცესი ასევე არის შესაძლებლობების და საკუთარი თავის შეცნობის პროცესი და ამ პროცესში თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები, რომელსაც უკვე შემდეგი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებთ, დახვეწავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტარაბუა, მოკლედ ტარაბუას, ასე ვთქვათ, რო გითარგმნოთ, გურიაში ვიყენებთ ხოლმე იმ პროცესის ასაღწერად, როდესაც ადამიანს თავბრუსხვევა აქვს. ეს ხშირ შემთხვევაში ან კარგი, ან ცუდია, ან სიხარულისგან შეიძლება დაგეხვათ ტარაბუა, ან სასიამოვნო გზნობის, ან ცუდი რაღაცისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე კარგ კონტენტში მაქვს მოყვანილი. და მოკლედ ამ ნაწილში გულისხმობ იმას, რომ თქვენ უნდა მიხვდეთ, როდის გექნებათ პირველი წარმატების თავბრუსხვევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად განსაზღვროთ, საიდან შეგაგხსენათ. მოკლედ ახლა ვიზუალზეც იგივე მაქვს გამოტანილი, ალბათ გახსოვთ ძალიან კარგი ქართული ფილმი, ციფრული თები, საიდანაც მოკლედ სადაც სესილია თაყაიშვილს აქანებს და თავბრუ ეხება და ნუ მაშინ რეალურად სხვა მიზეზია აქ გამოცესილი ეს აქანებს, მაგრამ პირველი წარმატებაც დაახლოებით მსგავს მდგომარეობას გავს და თქვენ აუცილებლად უნდა მიხვდეთ თუ საიდან შეგაქანათ. რას ნიშნავს ეს? ანუ გვერდით მაქვს მოყვანილი დანინგ-კრუგერის ეფექტის დიაგრამა. თუ დრო გექნებათ და დაგაინტერესებთ, ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად დასერჩოთ ამ ეფექტის შესახებ და წაიკითხოთ, თუ რას გულისხმობს ის. მოკლედ, მისი ძირითადი სათქმელი არის მაინც ის, თუ როგორ, ასე ვთქვათ, განიცდის პროფესიონალი ადამიანი წინსვლას და როდის გრძნობს ის თავს თავდაჯერებულად და როდის არის ის ძალიან, ასე ვთქვათ, პიკი მომენტი, როდესაც ასე ვთქვათ, სისულელის მწვერვალს ეძახიან, მაშინ როდესაც გონია, რომ ძალიან ბევრი რამე ვიცით, მაგრამ რეალურად ბევრი რამე არ ვიცით. შესაბამისად, მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ესე იგი, კრუგერის ამ ეფექტზეც წაიკითხოთ, ქართულადაც დევს მოკლედ ინტერნეტში ეს კონკრეტული თეორია, შესაბამისად, ეს ძალიან მარტივი თულია
არაფერი ძალიან ღრმა და ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური. შესაბამისად, მინდა რომ ძალიან კარგი იქნება თუ გაიცნობით, რა თქმა უნდა, დაინტერესების შემთხვევაში. მოკლედ, უნდა ვთქვა პირდაპირ ეთერში, რა ჩემმა დამ გადაწყვიტა რომ ხელი არ შემიშალოს, აიოვანზე გავიდა. საუბრობ ძალიან ხმამაღლა და ძალიან ხელს მისვლის მოკლედ. და ცოტა მებნება აირი. შევარცმენე საჯაროდ, მოკლედ ესეც ხდება ხოლმე. ესე იგი, შემდეგი ჩვენი, ასე ვთქვათ, სლაიდი, რასაც არის ისე გურული სიტყვა, ეს არის გულმკვლელობა. მოკლედ, ამ სიტყვას გამოვიყენებთ ხოლმე გურულები მაშინ, როდესაც ადამიანი ძალიან დაბნეულია, ან არ იცის რა გააკეთოს. მოკლედ, არ იცის რეალურად რა გააკეთოს, იმიტომ რომ აღმოჩნდება ძალიან, ასე ვთქვათ, გაურკვეველ სიტუაციაში. წინა სლაიდიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ გაურკვევლობის პროცესები ხშირად არის მაშინ, როდესაც რაღაც წარმატების მიღწევა გინდა, განსაკუთრებით თუ მივხვდები, რომ იმდენი არ გწოდნია, რამდენიც გეგონან რომ იცი, შესაბამისად, მაშინ უკვე იწყებთ რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე ფიქრს და ეს გაურკვევლობის პროცესი, ჩემი გამოსვლება რომ გაგიზიაროთ და ჩემი მოსაზრება რომ გითხრათ, იმაზე გაცილებით უფრო მეტად რთული და რთულად გადასატანი პროცესია, ვიდრე მარცხი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან სწრაფად აღიარებ და მზად ხარ, რომ წინ წახვიდე და რაღაცა ახალი ნაბიჯები გადადგა. მოკლედ, გაურკვევლობის პროცესზე უფრო მეტად რთული წარმატებისკენ გზაზე თითქმის არაფერი არ არის. და შესაბამისად, აქ მე ნაკლებად კომპეტენტური ვიქნები, რომ ამ კონკრეტული სახის რჩევები მოგცეთ, თავიდან ბოლომდე თქვენს გონებაზე არის დამოკიდებული, თქვენს უნარებზე, თქვენს мотиваციაზე, არ ვიცი, ნერვების სიმძლავრეზე, თუ რამდენად ჩქარა მოახერხებთ, რომ აი ამ პროცესიდან რაც შეიძლება კარგად გამოხვიდეთ. და ეცადეთ რომ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, იმაზე ნაკლები დრო დაუთმოთ, ვიდრე გონიათ, რომ გჭირდებათ, იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაც ისეთ კონკრეტულ აზრებს და ფიქრებს მისცეთ, უფრო დიდი დანიშნულება და უფრო დიდი მნიშვნელობა, რაც რეალურად შეიძლება საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის. აქედან გამომდინარე, მოკლედ, თუმცა გაურკვევლობაც ძალიან საინტერესო პროცესია, იქიდან გამომდინარე, რომ სტრესში აგდეთ თქვენს გონებას, პრაქტიკულად ძალიან ბევრ კითხვას სვავთ საკუთარი თავის მიმართ ამ მდგომარეობის განმავლობაში და შესაბამისად უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგ პასუხებს იპოვეთ. შემდეგი სლაიდი და თემატიკა, რაზეც მინდა გისაუბროთ და პრაქტიკულად უკვე დასასრულისკენ მივდივარ, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, რაღაცები დამავიწყდა, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, იმიტომ რომ ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ ესეთი ლექციები და მithumetes live ჩართვები ჩემთვის ასე ვთქვათ, ცოტა ახალი ხელია და ეხლა თქვენთან ერთად ვსწავლობ. მოკლედ, ბოლო სლაიდი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის კუთვნილი ჯორკ. გურიაში ხშირად შეხვდებით ხოლმე ოჯახებს, სადაც ოჯახის წარმომადგენლებს რაღაც საკუთარი საყვარელი სკამი აქვს, ამას ვეძახით ხოლმე ტაბურე დგას იგივენაირად ჯორკოს და მოკლედ ნიშნავს იმას, რომ ეს მისი სკამია და ესე უნდა იყოს. ჩვენ რატომღაც ადამიანები, ბევრი ადამიანი, ასე ვთქვათ, წარმატებას ზუსტად ისე თუ ასე კაბინეტს და სკამს უკავშირებთ, აქედან გამომდინარე, ჩემი ისეთი პატარა რჩევა იქნება, რომ არასოდეს არ შეიყვაროთ საკუთარი სკამი იმაზე მეტად, ვიდრე განვითარების სურვილი, იმიტომ რომ თუ ამას გააკეთებთ, სავარაუდოდ მხოლოდ იმ ადგილზე დარჩებით და შემდეგ უკვე ბევრს და მეც ვერაფერს ვერ შეძლებთ. მოკლედ, როგორც აინშტაინი ამბობდა თავის დროზე, როგორც კი განვითარებას წვეთ, შეიძლება მაშინ ჩაითვალოს, რომ შენ მოკვდი და აქედან გამომდინარე, მოკლედ ეს ადგილი, სკამი, კაბინეტი და ესეთ რაღაცები ნაკლებად მნიშვნელოვანია იმასთან შედარებით, ვიდრე თქვენი საკუთარი განვითარება.
საბოლოო ჯამში რო შეგიჯამოთ მოკლედ პრეზენტაციის დასაწყისში დაგვირდით რომ გეტყოდით პასუხს იმაზე თუ რატომ ვიბჟუტურე ამდენი და რატომ იყო მთელი ეს ჩემი ლაპარაკი, ტყუილა ლაპარაკი, როგორც ვეძახით ხოლმე გურიაში, რომ ნაკლები აზრის მქონე. მოკლედ მეგობრებო, ის რომ თქვენ რაც ხაგინდათ და რეიზა გინდათ და ასევე ის რომ შეიძლება ბევრი მარცხი შეგხვდეთ, ჩავარდეთ გაურკვეველ მდგომარეობაში და არ იცოდეთ ანუ თქვენი ასე ვთქვათ მაკვანანწყობა და თქვენი შესაძლებლობები სად მიგიყვანთ და როგორ მიგიყვანთ და მთელი ამ პროცესიდან ანუ ვერავინ ვერ გეტყვით რა არის საუკეთესო ფორმულები იმისთვის რომ მიაღწევთ წარმატებას. ვერც იმას ვერავინ ვერ გეტყვით, როდის შეიძლება ადამიანი ჩაითვალოს წარმატებულად. ყველაფერი რასაც ეს ყველაფერი ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავს მოკლედ საბოლოო ჯამში ხართ თქვენ და მხოლოდ თქვენ. თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რა არის თქვენი ოცნება, თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რა არის თქვენი წარმატების საზომი ერთეული, თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რამდენი ხანი უნდა იყოთ გაურკვევლობაში, თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რამდენად მწარე იქნება თუ არ იქნება მარცხი და თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რა კონკრეტული ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა გინდათ საკუთარ თავში, ზუსტად იმ მისწრაფებებიდან და უნარჩვევებიდან გამომდინარე, რასაც და იმ ვაბანკებიდან გამომდინარე, რაზეც ამ პერიოდში წახვალთ. და აქედან ზუსტად ამიტომ თქვი პრეზენტაციის დასაწყისში, რომ შეიძლება ჩათვალოთ ყურად ვიბჟუტურე, იმიტომ რომ არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული მე თქვენთვის არ მithქვამს. ნამდვილად არ ვიცი ახლა რა კატეგორიის აუდიტორია მიყურებს, შესაბამისად არც ის ვიცი ზედმეტად მარტივი იყო თუ არ იყო თუ როგორი იყო პრეზენტაცია, მაგრამ თუ რომელიმე თქვენთაგანი ვინც ახლა მიყურებთ, ჩათვლით რომ ჩვენთან ან საუბარი გინდათ ან კითხვა გაქვთ, მე მგონი ძალიან მარტივად მიპოვით სოციალური ქსელში. შესაბამისად, მე ვფიქრობ თქვენთაგანს შემიძლია მიმოხილოთ და შეგიძლიათ მომწეროთ და თუ რაღაც გონიათ, რომ შემიძლია რაღაცაში მოგიხმაროთ, დაგიხმაროთ ან გაინტერესებთ ჩემი აზრი, ძალიან დაუნანებლად და დიდი სიხარულით გავაკეთებ აუცილებლად ამას. და ბოლო სლაიდი, რაც არის, ეს არის ნამეტნავად დიდი მადლობა. ესე ვიცით ხოლმე გურიაში, როდესაც მადლიერები ვართ და გინდათ რომ გადავუხადოთ სხვა ადამიანებს მადლობა. მადლობა რომ დამითვლეთ თქვენი დრო, მომისმინეთ. რამდენად სასარგებლო იყო ეს თქვენ განსაზღვრად, მაგრამ იმედია მინიმუმ კარგი ასე ვთქვათ განწყობა ვეცადე რომ გადმომეცათ თქვენთვის. კარგი, ახლა ჩემს საფრთხებს მიმართავ რომ მე მგონი კითხვები არ არის Facebook Live-ზე შესაბამისად